მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ. ახლა თემატიკა იქნება ასეთი, ვიხართ მისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და ესე იგი გავაკეთოთ ვინ არის თქვენი პარტნიორი პატარა ენერგეტიკული იდენტიფიკაციით, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, გადმოდით შემოგვეძე და არჩიეთ სასურველი თემატიკა და გაშლა. გაშლები მოქმედებს ჩემი ყველა მაშინ, როცა ამოგივარდებათ, ნახულობთ, ან თქვენით ნახულობთ, ყველაფერი ხდება სამყაროში საჭირო დროს, საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ არაფერი არ ხდება ტყუილად. თუ ამოგივარდათ ეს გვერდი და ეს ვიდეო, ესე იგი თქვენთვის არის განკუთვნილი, მაგრამ მაინც იდენტიფიკაციასაც დააკუთვნით ხოლმე ყველა ვარიანტში და ეს ჩემთვის არ არის მომიწერთ ხოლმე, იმიტომ რომ საერთო გაშლა ყველასთვის ყველა სიტყვა არ იქნება და ყველა გაშლა შეიძლება თქვენზე არ იყოს. ეხლა ნახოთ პატარა იდენტიფიკაცია. ჩავამატებ პატარას, რომ ეს არის ჩემი ერთადერთი გვერდი, წინა გვერდი გამიტეხეს და ძალიან გთხოვთ გამოწერილი, ვისაც იქ გყავდით, ის გვერდი გააუქმეთ, იმიტომ რომ თაღლითების ხელში იყო ბოლოს და მე იქ ვეღარ შევდივარ, ეს არის ჩემი ერთადერთი გვერდი და ეს გვერდი გამოიწერეთ და აკომენტარეთ და საერთო გაშლები რა თემაზე გსურთ, დამიწერეთ ამაზე კომენტარები ხოლმე და ვითვალისწინებ, იცით თქვენ სურვილებს ამასთან მიმართებაში. ენერგოცვლისთვის არ დაგავიწყდით, რომ ყველა თქვენი ჩადებული ენერგია ლაიკების სახით, გაზიარება, კომენტარი, შენახვა, ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის განსაკუთრებით. თქვენი პარტნიორი იმპერატორი, თავად იმპერატორი. გაშლა ორივე სქესისთვის არის, თქვენ თავზე მოერგეთ მამაკაცებმა. იმპერატორი შეიძლება იყოს ქორწინებაში და კონკრეტულად თქვენი მეუღლეზე შეიძლება არის საუბარი ამ შემთხვევაში. ხართ ურთიერთობაში თუ არ ხართ ამას მიმდინარეობისას გავარკვევ, ანუ ერთად ხართ თუ არა, ამას გულისხმობ, შეიძლება ყოფილ მეუღლეზე იყოს საუბარი, შესაძლებელია ვიღაცის მეუღლეზე იყოს საუბარი, არ არის გამორიცხული. ასევე შესაძლებელია რომ მენეჯერი უფროსი, თქვენი უფროსი სკარტია, როგორც წესი, საერთოდ ხელმძღვანელი სკარტია, იმპერატორი, სადაც მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები ოჯახში იქნება, თუ სამუშაო რეჟიმში იქნება, მისი, ესე იგი, სურვილის ამებრ აკვირდება და ხდება იმ ტერიტორიაზე ყველაფერი ისე, როგორც ინებებს თავად იმპერატორი. ასევე იმპერატორი არის, როგორც წესი, ვერძების კარტი, შესაძლებელია ვერძის ნიშანს წარმოადგენდეს. წარმოდგენილია ასევე მეფე თასის და ამ შემთხვევაში იქნება გაშლა ორ მხრივად, შეიძლება ნაწილი იყოს ვერძის ნიშანი, საერთო გაშლაში თუ ვიგულისხმობთ, ნაწილი შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენდეს. წყლის სტიქიის პერსონაჟები გეტყვით, რომ არიან თევზები, კიბორჩხალა და მორიელი, შესაძლებელია საერთო გაშლაში პარტნიორი იყოს წყლის სტიქია, ან უბრალოდ ძალიან რომანტიული, თბილი, მოსიყვარულე, როდნება და ტკბება, ძალიან ემპათიური, ესეთი რბილი ადამიანი, თავისი გრძნობებით და ემოციებით, ზე ემოციური და ზე რომანტიკოსი შემიძლია ვთქვა, თუმცა საქმიანობაში, საქმეზე რომ იდგება, იმაზე მეც საუბრობს და იმაზე მეტ ემოციას გამოთქვას და იმაზე მეტი ფანტაზიები აქვს რომანტიკული, ვიდრე რეალობაში ახორციელებს, როგორც წესი, წყლის სტიქიის მეფე ქმედებისგან უფრო ნაკლებად მოქმედია, უფრო ზედმეტად ემოციურია შემიძლია ვთქვა. ცხრიანი თასიც ამას გვიჩვენებს, რომ ძალიან ერთგვარი თავისი ჯინი ყავს ლამფაში, თავის ოცნებებში, რაღაცას სულ ემოციურ ტალღაზია, სულ სადღაც რაღაცა გეგმებს ადგენს, სულ რაღაცა აი ესე ვიზამ სამომავლო ბევრი ერთგვარი თავისი ფანტაზია გასაკას აძლევს, რასაკვირველია და ძალიან ფანტაზიური ტიპაჟია შემიძლია ვთქვა. ცხრიან თასით ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა ამ მომენტისთვის მისი ოცნებების რაღაცა ხელი შეახო აი თავის ამ ოცნებებს, თითქოს ფრთა შეასხა, თუ არ ვიცი როგორ არის, შეიძლება აფირმაციებს მიმართავს ხოლმე და ერთგვარად რამოდენიმე აფირმაციაც კი მისი განხორციელდა და იგრძნო აი ეს გემო თავისი ოცნებების, რომ აი ოცნებად, მაგრამ რაღაცნაირად სამყარომაც აჩვენა, რომ აი ეს დადებითი მიმართულებით ემოციური ფონი და შენი წარმოსახვა და ის, რაც თავში გაქვს და გჯერა რომ გამოგივა, ყოველთვის 95-98%-ით რამდენადაც დარწმუნებული ხარ, რომ შენ ამას შეძლებ, თუნდაც
დაწოლილი და ხოხვით მიდიოდა შენი მიზნისკენ, ყოველთვის სამყარო გაძლევს შანსს და გიღებს კარებს, რომ მიხვიდე ბოლომდე. შეიძლება იქ წინაღობები გზაზე არსებობდეს და ეს არის ერთგვარი ტესტირებაც, რაოდენ გინდა შენ რომ იმ შენ ოცნებასთან მიხვიდე, მაგრამ თუ არ შეუშინდები 99%-ით, 98-99%-ით ყველა ოცნება და ყველა აფირმაცია არის მიღწევადი ადამიანისთვის სამყაროს მხრიდან, ასე რომ მან უკვე შეახო რაღაცეებს თავისი ხელი და იგრძნო გემო აი ამ თავისი ოცნების ახდენის. შეეხება ეს შეძლის დედოფალს მეუბნებიან, ეს შეიძლება იყოს პარტნიორზე აფირმაცია, რომ ძალიან სექსუალური მყავდეს გვერდით, რომ ძალიან მიმზიდველი, ცეცხლოვანი, ტემპერამენტიანი და ესეთი გემრიელი. აი ეს ყველაფერი აუხდა და შეიძლება თქვენზეა საუბარი 3000 მიჩვენებელ. აქ შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედზე იყოს ამ შემთხვევაში საუბარი და ყავდეს ოჯახი ცალკე ნაწილისთვის ასე იქნება და სასიყვარულო სამკუთხედის თქვათ საყვარელი ადამიანი, ის მესამე მხარე, ის გემრიელი, ტემპერამენტიანი, ცეცხლოვანი ქალი ბრძანდებით თქვენ. ან პირიქით შეიძლება თქვენ ბრძანდებით მისი მეუღლე, ან ყოფილი მეუღლე და მესამე კანდიდატი ასეთი გამოგუჩნდა. მოკლედ ამას აღარ გავაგრძელებ. ქალზე არის ძირითადად საუბარი, შეიძლება სამუშაო რეჟიმში იყოს ეს ქალბატონი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ან რაღაცა პარტნიორული ბიზნეს საქმიანობაში იპოვა, ასე ვთქვათ, მაგრამ ის რომ ძალიან ტემპერამენტიანი, მიმზიდველი და ძალიან გემრიელი ქალია, მისთვის ასევე მისტიურობასაც აქვს ადგილი შეძლის დედოფალს, რაღაცა მისტიურია, რაღაცა გამოუცნობია მასში, რაც მას განსაკუთრებით ხიბლავს და იზიდავს. თუ ატყობთ, რომ თქვენზე ეს გაშლა და მივფიქრობ, რომ ეს შეძლის დედოფალი კონკრეტულად თქვენ ხართ, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. იმიტომ რომ თქვენზე ვაკეთებთ გაშლას, დიდი ალბათობით იქნება ეს საუბარი თქვენ ენერგეტიკაზე. მაშინ გავიგოთ, ვინ ხართ მისთვის. ვინ ხართ მისთვის. ეხლა რასაკვირველია. მისი გულის გამგმირავი ადამიანი. გული გაუპეთ, გაუხიეთ სამიხმალი, გაარჭეთ, ასე ვთქვათ, გულში, გული ძალიან ატკინეთ, რომელზეც ცრემლი მოსდის, ხედავთ ცრემლი როგორი, შავათაც არის. რა მეშველება, დიდი ალბათობით გაშლა არის სასიყვარულო სამკუთხედზე, ან ყოფილი მეუღლე ყავს მას და აქედან არის გამომდინარე სტატუსი მისი იმპერატორის, ან ახლა ყავს ოჯახი და თქვენ ხართ მისი შეძლის დედოფალი, მაგრამ რაღაცა სასიყვარულო სამკუთხედზე არის საუბარი. სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს უბრალოდ სამი დიდი წინაღობა, სამი პრობლემა, რომელიც მას გულს უგმირავს, ან რაღაცნაირი თქვენი ქცევა, რომელმაც ძალიან გული ატკინა. გული ატკინა, რომ ვთქვათ, არაფერი არ არის იმასთან დაკავშირებით, ვიდრე მისი გულის ტკენა ახლა ამ მომენტისთვის ხუთიან პენტაკლით ადამიანი მონატრებაშია და ძალიან დიდი მათხოვრის კარტია შემიძლია გითხრათ, მათხოვარს ცუდად ნუ გაიგებთ, ეს არის ენერგეტიკულად მათხოვარი ადამიანი, ფინანსურად მათხოვარი, ამ შემთხვევაში გამოიხატება მონატრების მხრივ თქვენი ენერგიის, რომ ძალიან ენატრებით, რომ ძალიან აკლია თქვენი ენერგეტიკა და გული ამასთან დაკავშირებითაც ტკივა, მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს სოციუმისგან, ხალხისგან, შეიძლება თქვენ ხართ მისთვის ფარულ ურთიერთობაში, ასე ვთქვათ, არ არის აფიშირებული საიდუმლო ურთიერთობა, საიდუმლო ქალის როლში ხართ მისთვის, სადაც ამ თემაზე აფიშირება და ამაზე საუბარი კატეგორიულად არ უნდა ახლა ამ მომენტისთვის კონკრეტულად, ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ მისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ მისტიკასთან და ეზოთერიკასთან ახლო მდგომი ადამიანი ხართ და ამასაც აჩვენებდეს მეორე მაღალი არკანი, ეს არის ქურუმი ქალი, რომელიც მისტიური ქალია, ეზოთერიკაში ჩახედულია, ჰოროსკოპები, ფსიქოლოგია, ტაროლოგია, ნუმეროლოგია, ყველაფერი ძალიან ახლო ამასთან და ცოტა არ იყოს შიშებიც კი აქვს და შიშები შეძლის დედოფალს ფლისაც ხო აქვთ და მით უმეტეს აქ კუბში არის, კვადრატში არა, კუბში უკვე ქურუმი ქალი, ეს არის ძალიან დიდი მისტიურობის და ეზოთერიკის მცოდნე ადამიანი. შეიძლება მესამე თვალი გაქვთ, სიზმრებს ნახულობთ როგორც მინიმუმ, ან დაინტერესებული ხართ ძალიან ტაროლოგიით და ცოტა შიშები აქვს თქვენთან მიმართებაში. ორი კარტი ერთად ამოვარდა, რაღაცა ინგრევა თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ურთიერთობაში და განახლების პროცესად გეხართ ამ ურთიერთობის მიიღეთ.